მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მოხდა შოუ-ბიზნესის საინტერესო სიახლეებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული ამბებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. კლუბ ნუანუაში ახალი ეთნო პროექტი მზადდება, რომლის იდეის ავტორია თბილისში სულ ახლახანს ჩამოსული ქართველი დიჯეი ტანო. ეს იქნება ქართული ფოლკლორული მუსიკის მოდერნიზებული ვარიანტი, ექსპერიმენტული საღამო, რომელიც ჯემ სეიშენის სახელს ატარებს. ეს საღამო დღეს 10 აპრილს გაიმართება და ასე დაიწყება ნუანუას ჯემ სეიშენის პროექტი. არატრადიციული ჯემ სეიშენი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს დიჯეი და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება დიჯეი. გარდა რაღაც კომპოზიციებისა, რომელსაც თქვა ამზადებს, სხვა მუსიკოსებიც ემზადებიან ამ საღამოსთვის და ვისაც სურვილი ექნება უბრალოდ აქ მოსულ მუსიკოსს შეიძლება ავიდეს სცენაზე და მიიღოს მონაწილეობა. ანუ დღევანდელი დღე ეთანხმება ასევე ეთნო ასე მოგეხსენებათ ესე უფრო აზიური ქვეყნებიდან წარმოსული ის ბღერის ჟღერადობაა, რომელიც აზიური ქვეყნებიდან წამოვიდა და დღესდღეობით მე დავაპირე თბილისში ჩამოვედი ჩემს ქალაქში და აქ მსურდა რომ უფრო ფოლკლორული და ეს ტრადიციონალური მუსიკა, რაც ასე შეეხება დუდუკია, იქ დოლი, ასე კლარნეტი სხვადასხვა ეს შევრწყა უფრო მოდერნიზებულთან ერთად, რაც შეეხება რაც გამოდის, აი მაგედან დაწყებული უკვე ეთნოა, ასე ვთქვათ, რასაც ეწოდება ეთნო. საიდანაც წარმოიქმნა ეს სიტყვა თვითონ ეთნო. Goes on behind the curtains in the bone of a passerby, a gesture very emotionless. ძალიან საინტერესოა ტანოს რაღაც ბლუზის რიტმებზე უცებ შემოდის დუდუკი. ძალიან საინტერესო გამოდის ეს სინთეზი და ბევრი სხვა ესეთ საინტერესო მომენტი იქნება. ალბათ სიამოვნებას ყველა მიიღებს, ვინც ამ საღამოზე მოვა. თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი, ერეკლე მეორეს ქუჩა მუსიკოსების ერთი ნაწილისათვის ახალი შემოქმედებითი იდეის მომტანი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მათი აზრით ეს უბანი შესაძლოა კულტურულ ცენტრადაც კი გადაკეთდეს. ყოველი შემთხვევისათვის ამჯერად უკვე მესამე შაბათია, რაც აქ ქუჩის ფესტივალი იმართება. გვინდა რომ რაღაც ქალაქის ყოველდღიური კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მოვლენა იყოს რა. იმიტომ რომ აი ეს ულამაზესი ქუჩებია, ერთ-ერთი ძველი ქუჩები, შარდენის და ერეკლეს ქუჩა, სადაც ახლა ვართ. ხო და ამ ქუჩას ისეთი პერსპექტივა აქვს, რომ თავიდან ბოლომდე შეიძლება აიღოს თავის თავზე მხატვრული ღირებულება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პროფესორ ბაძინაშვილის სტუდიას ასეთი შესანიშნავი კომპოზიციებისათვის. ვაგრძელებთ კონცერტს. თან მოყვებოდა შლეგი ეს გაზაფხულის ფერი ვიღიმებოდი ვნებით მალ-მალე ულამაზესი ევროპული ტრადიცია, რომელიც ყველა ქალაქს აქვს ევროპაში, თითქმის ჩვენს გარდა და აი ამის მცდელობაა, რომ შეგნებულად არ ვიწევთ ცნობილ სახეებს და ცნობილ მუსიკოსებს, თუ ვიღაცას გამოსვლა მოუნდება, დიდი სიამოვნებით, უარს არ ვეთქვით, მაგრამ ეს სცენა არის უბრალოდ იმ ხალხისთვის, ვისაც საშუალება არ აქვს მიიტანოს თავის შემოქმედება ხალხამდე. ზეცა თვალების ფერი დანილერცა მის მშვენი დადამიტოვე ნატრე ნახვამდე
ყველა იმ სურვილს, ვისაც სურვილი და ისა აქვს, რა ქვია, მოთხოვნილება, რომ ხალხამდე მიიტანოს დავის შემოქმედება, ხო? შეუძლია ამ მაღაზიაში, სალონში მოვიდეს, ჩაეწეროს, ჩაეწეროს რა ეს, გრაფიკი კი არ დგება აქ, მაგრამ რაღაც ორგანიზებული სახე რო ქონდეს და ნებისმიერ მე მომდევნო შაბათზე გადანაწილდება ყველას მოთხოვნილება დაკმაყოფილდება. გაზაფხულის სითბომ და სურნელმა ბავშვების ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ბასტიბუბუს უბანშიც შეაღწია და ბასტიბუბუელებმა ცირკში თანატოლებისათვის და გულშემატკივართათვის ჩვეული მხიარული კონცერტი გამართეს. ეს არის იცით როგორ თემატურად აღებული სიმღერები, რადგან ზაფხულზე და გაზაფხულზე იყო, ზაფხულზე და გაზაფხულზე რაც უხდებოდა ეს სიმღერები. Thank you.